ოჯახმა ამ დრომდე არ იცის სად იმყოფება ჯებირის დაზიანების საქმეზე მსჯავრდებული ომარ ოკრიბელაშვილი. სინდისის პატიმარმა ადვოკატს და მამას დაურეკა და უთხრა, რომ გლდანიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყავდათ. ოჯახმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ მისი რუსთავის ციხეში გადაყვანის პროცესის გადადება რამდენჯერმე ითხოვა. ისინი შეწყალებაზე ოცნების პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელიც ადვოკატის თქმით შეიძლება აღდგომის დღესასწაულზე მიიღოს. ეს დილას ადრე მე დამიკავშირდა ომარ ოკრიბელაშვილი, იგი იყო საოცრად აღელვებული, აკანკალებული ხმით, ესე რომ ვთქვათ, მალმე მითხრა, რომ ანუ მას საკანში შეუვარდა რამდენიმე ბადრაგი 10-მდე ესე ვთქვათ პენდენციური თანამშრომლები, რომლებიც აიძულებდნენ მათ გადაიყვანათ მე-12 დაწესებულებაში. მოგეხსენებათ, ჩვენ ომარის თუნდაც საბას საქმეში სხვა ესე რომ ვთქვათ პატიმრები, რომლებიც ამ აქციებზე იღებდნენ მონაწილეობას, ყველგან ამ საქმეებში არის პოლიტიკური სარჩული, ესე რომ ვთქვათ და ამ პატიმრების თუნდაც მე-17 დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც სხვა გარემო, სხვა დღის წესრიგია, ესე რომ ვთქვათ, ან თუნდაც მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა, ხო გამოიწევს მათ ჩაგვრას, ესე რომ ვთქვათ, დამცირებას და იქნებიან არაადამიანური მოპყრობის ქვეშ. მე პირადად ამას უკავშირებ თუნდაც იმ ფაქტს, რომ რა დროსაც მაგალითად იგივე ჯავახიშვილი და ოკრიბელაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. მე ჩემი კეთილინებით ეს რომ უკანონო ქმედება მან არაფერი არ გაგვიხორციელებია ადვოკატებს, მე დავით სანაძეს მეორე ადვოკატი, ჩვეულებრივად ორდერები გამოიწერა და ეს ადამიანები გადაეკვეთნენ ერთმანეთს მისაღებში და დადგნენ დაილაპარაკნენ, ამაში უკანონობა არაფერი არ არის. თუმცა ამაზე დღეს აკეთებს უკვე აქცენტს პენიტენციური დაწესებულება და თითქოს მთელი ეს ახალგაზრდები ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ. ისინი მოგეხსენებათ არ არიან ერთი სისხლის სამართლის ფარგლებში დაკავებული პატიმრები და მათ უფლება აქვს თუნდაც შეხვდნენ. დღესაც ჩვენ მოსულები ვართ და ადვოკატს არ უშვებენ, ესე რომ ვთქვათ, რომ ნახოთ ომარ ოკრიბელაშვილის მდგომარეობა, ანუ გადაიყვანეს, არ გადაიყვანეს, დატოვეს, ფიზიკური ზემოქმედება მოხდა მასზე, მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. პირველი დაურეკა ადვოკატს, შემაშვილმა ომარ ოკრიბელაშვილმა, მე დამერეკა მამია მიშველი ორანაირად. იქ რა მოხდა იქ ჩვენ არავინ არ ვფილი არ ვიცით, რო იწყიან ფსიქოლოგიურად მოხდა თუ ფიზიკურად ზეწოლა რო იწყიან, ისე უნდა გადახვიდე. როცა სრული უფლება აქვს, რასაც ქვია პატიმას, რომ მოითხოვოს, რომ არ გადავიდი აქედან. ეს მოხდა და მეტო მოხდა ეს აზიოტაჟი და სრულად ხმშლობით თქვენ მადლობა პირველს, ფორმულას, პუბლიკას, ყველას მადლობას გიხდით, აი ესეთი ყურადღებისთვის, რომ მინდოდა რომ აქ მოსულიყავით, რომ აი ეს ყველაფერი გაშუქებული იყო, რომ ხალხმა ყველამ დიდმა პატარამ გაიგოს, რომ რა ხდება საქართველოში. ბევრჯერ ყოფილა ისეთი სიტუაცია, დაეწერა განცხადება და თვითონ თავისი ნებით გადასულიყო. და ამ შემთხვევაში ეგრე არ მოხდა. ადვოკატი გვეუბნება, ხმის ტემპრიც შეცვლილი ქონდა, რაღაცა ანერვიულებული სახით დამირეკაო და ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. ჩვენც ისე შოკირებული დავრჩი.